საღამომშვიდობისა, ბატონო გია. საღამომშვიდობის ჩემო. პირველ რიგში მადლობა რომ გავგთანხმდით ინტერვიუზე. ჩვენი სტუდია როგორ მოგწონთ? იცით რა არის, მე თქვენ რომ მითხარით, მე რაღაც ნახე თქვენი გადაცემები 3-4 გადაცემა და ის არ მიგძუნია რომ რაღაც თავისუფლად ამონარნარება მინდოდა, მაგრამ საკმაოდ ფიზიკური დატვირთვა მომიწია, ესე ჯანზე უნდა იყო აქ რა მოხვიდე რა, არა მარტო ფიზიკურზე, კონებრივ ჯანზეც უნდა იყო, იმიტომ რომ ბევრი რამეები გველოდება ამ სივრცეში ეთყობა. თქვენი აზრით აი ახლა დღევანდელ დღეს რომელი სიმღერა შეიძლება იყოს თბილისი? იცი რა არის, მე პირიქით დავატრიალებდი რა, ვიტყოდი რომ ჩემთვის ახლა პირველად მოსმენილი რეზო ლაღიძის პირველად რატომღაც არ ვიცი, მაგრამ მოვისმინე იოანა მღეროდა ამ სიმღერას და სასწაულ რამეს გეტყვი რა. ათონიშთაზე მომიწია ჩემ მეგობრებთან, უფროს მეგობრებთანაც იმ კონცერტი ჰქონდათ ათენში და შევხვდი იოანას, იმ ქალბატონს, რომელსაც პატარაობაში უსმენდი რა. ნუ გაიგო ქართველები ყო რაღაც ხვანაირად ჩაგვეხუტა და თხოვე რომ პატარა ფრაზა თუ შეგიძლია წაიმღერეო. ისე გემრიელად იმღერა. აი ეს არის ჩემთვის თბილისი. და კიდე ძალიან ბევრი რამეებია თბილისი, რომელიც უფრო წარსულთანა მაქვს. ეხა რაღაცა ფერად ისეთი ფერებშია თბილისი, რომ თლათ ჩემი ვერ არის და ამიტომ იმ კუნჭულებს ვეძებ, სადაც ჩემი ქალაქის გახსენება შემიძლია. ეს კუნჭულები შევიწროვებული არის, ამას გულისხმობთ, შემცირებულია? ანის, რა საკვირველია. ფაქტიურად რაღაცა ისინია, ოაზისებია, სადაც შეგიძლია თბილისი იყო. ანის საზოგადოება, სადაც ოაზისად მე მივაჩნია, ეგ საზოგადოება, სადაც შეგიძლია განაისრო. ხო არის რომ ხანში რო ხარ უკვე და ჩვენ დროს რაღაცებს იტყვია რაღაცას. არავითარ შემთხვევაში რა. ისე ვართ მომართული ძმაო, რა ვიცი ხა. ახალგაზრდა ბიჭებთანაც დავდგებით, ალაპარაკოთ, ქალბატონებთან ზუსტად ვიცით როგორ შეიძლება მოქცევა იმ დროიდან და ეხლაც რასაკვირველია ამ ხნის განმავლობამ შეგვძინა რაღაცები, ხო? იმ ოაზის სიმპტომები ჩვენია რა, შიგნეულია რა. შიგანში ეგა გვაქვს რა ჩვენ, იმიტომ რომ ზუსტად ვიცით რა რაღაცა ბევრი ძალიან ბევრი ახალგაზრდაო, არ ვიცი ხა სხვებს რა ურთიერთო, მაგრამ ძალიან ბევრი ახალგაზრდა რო აი ჩემიანი გულში ჩასაკრავი მყავს და ზუსტად ვიცი რომ აი როგორი პატივისცემა შეუძლია. უხეშობას ვერ ვიტან, თუმცა შემიძლია იქითაც უხეში ვიყო რა მე თვითონ, მაგრამ არ შემიძლია რა ეს, იმიტომ რომ იმ პატარისგან ველოდები რაღაცა სიყვარულს, პატივისცემას, კაი სიმღერას ველოდები, კაი და ძალიან ბევრი სამეგობრო მყავს პატარები, ისეთი აი ოქროები მყავს რა. მაბიჭები ვართ ისეთი რომ რა ვიცი. არ ეუხერხულებათ იმათ რომ რაღაც ჩემი ხნის ადამიანს მაგალითად კითხონ რაღაცა რომ აი კორკოტ როგორ მოიქცეოდი ვთქვათ ესე რა. მე ჩემსაც ვეუბნები ის რასაკვირველია თავის შლიფოვკას გააკეთებს და სხვანაირად იმას იზავს რა, მაგრამ რა ვიცი, მაგ ერთ ურთიერთობები და მიხარია რომ აი რაღაც კაცი მაშინ ხდება ცოტა დაღვრემილი, ცოტა გულჩათხრობილი, ცოტა ისეთი, როცა გძნობს რომ არაფერი დანიშნულება არ აქვს ამ ცხოვრებაში რა. ძალიან ბევრი ადამიანი მინახია ყურებ ჩამოყრილი და რაღაც ისე რომ გძნობს რომ არავითარი დანიშნულება აღარ გააჩნია ამ ცხოვრებაში რა. ან როგორც მამას, ან როგორც ბაბუას, ან როგორც მოქალაქეს რა. რია უტეხავთ ჩიტე. ხო, თქვენს ძველ ვიდეოებს უყურებდი და ჩვენი ბავშვობის დროინდელი მაშინ საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადიოდა ხოლმე. თქვენ და ის ორი ადამიანი არ ვიცი, ეზოში დგახართ ერთ-ერთი მოტოციკლეთზე ზის სამ სიმღერას მღერით, კი ბატონო, ჯანსუღ კახიძის სიმღერით იწყება და შემდეგ რაღაცნაირად სამი სიმღერა არის. ქვეყნად ყველაფერს თავისი დრო. ხო და ჩემი ბავშვობიდან გია კორკოტაშვილს გამოვიძახებ, მე როგორც მახსოვ ხართ, ვიდრე მე რეპორტიორი გავხდებოდი და უშუალოდ პირველად შეგხვდებოდით. და როცა შეგხვდით, მაგასაც მოგვიანებით გავიხსენებ. პატივისცემა ცოტა შორიდან იწყება, ვიდრე გაგიცნობდით თქვათ.
და ამ ტელევიზორიდან როცა თქვენ მღეროდით ფილმებით, სადაც თქვენ ასევე გამოჩდით, იქედან მახსოვხართ, იქედან იწყება მეხსიერება, როცა თქვენზე მინდა რომ გონებამ თქვათ რაღაც იფიქროს. აი ახლა დღევანდელ დღეს რას აკეთებს იმას, რასაც წარსულში აკეთებდა? ვერაფერს. და რატო მინდა რომ ძალიან ეს გულღიათ ვილაპარაკო ამ თემაზე? რაღაც პოლიტიკური თვალსაზრისებით არის გაყოფილი ტელევიზიები. არც ერთ პოლიტიკურ ცობას უყვარ ვარ ძალიან და არც მეორეს. რატო? ეხა არ ვიცი, კითხვის ნიში. მე ხო ზოგი ამბობს, აი სიმართლეს რომ ამ ზოგში არავინ, აი გენიალური გადაცემა მქონდა პირველ არხზე, სადაც პრინციპში ვიწვებოდი. ადამიანი ხო რა არის? მე კი არა, აი ბევრ ფილოსოფოსს, ბევრ წმინდა მამებსაც აქვთ ეს ნახსენები, რომ ადამიანმა ღმერთის ტალანტი უნდა იპოვნოს თავის თავში ჯერ და მერე ამ ცხოვრებით იცხოვროს, რომ ჩათვალოს, რომ ნორმალურად დაიწვა ამ ცხოვრებისათვის და კმაყოფილი დარჩეს ამით. შეიძლება ძალიან ბევრი აცდენილი არის რაღაცეებს, ვერ პოულობს იმ ტალანტს, რაც უფლისგან აქვს ნაბოძები. მე ვფიქრობ, რომ რაღაცა აი ტალანტი, რაღაცა მომადგა და აი როგორც ბავშვები ცარცს ჭამენ ხოლმე იმაში სკოლებში, რომ რაღაცა თურმე კალცი აკლიათ და იმიტომ ჭამენ ცარცს. ესე ვნახე, რომ რაღაც აი საზოგადოებას ეკლდა ეს თბილისური მუღამები რა. გაკეთდა გადაცემა რა. ხო, გაკეთდა გადაცემა, რომელშიც ვიხარჯებოდი ყველა რაღაცა ესე იქ ქუთაისიდან მყავდა, იქიდან თელაველები ჩამოიყვანა, ის ყველაფერი რაღაცა მინდოდა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მირეკავდა ემიგრაციიდან, რომლებიც იქ მუშაობდნენ და აი შენგენაცვალე გაგახაროს რო ვიკრიბები ჩაბათოვი თითო ბოდღვინ ამ დაღლილზე თითო ბოდღვინას დავიდგავთ რაღაცას დავლევთ და გონია რომ თბილისში ვართო და მაგრად მიხაროთ, ეხლა ვის არ უნდა გაუხარდეს, რომ ეგეთ რამეს თუ ეგეთ პროდუქტს თუდებ რა. მე აიღეს და გამომიშვეს იმ ტელევიზიიდან ამორალური საქციელის ერთი პერიოდი რაღაც ის რო იყო კარვების ქალაქი და ის რო იყო იქ პერიოდში იქ რაღაც ჩხუბი და დავიდარება ატყდა და გადამიღეს რომ თითქოს მე ვიღაცას 5 ლარიანს ვაცლიდი პორტმანედან და ну ეს სათავშოდ გადაატრიალეთ მე კი ლეჟევას გამოძიება იყო ჟურნალისტთა ანახა იმა რომ არავითარ ფულს არ ვაცლიდი მაგრამ ამის გამო იქ აღარ უნდოდით რომ ჩემ პოპულარობა ისე იყო რა ტრიალებდა უფრო და მითხეს რომ ამორალური საქციელისთვის გია კორკოტაშვილი გაძევებული იქნეს პირველი არხიდან და გამომადგა. ეს არის 2011 წელი თუ 7? 11 ხო, მიშას დრო არის, იმიტომ რომ ის კადრები, რასაც თქვენ ამბობთ, მაშინ დელმაშსს-ს გაავრცელა ფარულად გადაღებული. ზოგადად ეგეთ საპროტესტო აქციებზე ხოლმე ადამიანები რაღაც ნაწილი იმიტომ დადის, რომ რაღაც ეგეთები გადაიღოს და შესაძლოა ღმერთმა აპატიოს მე ამით არაფერი არ დამკლებია, რაღაცა კატეგორიას კიდე ეწყინა რაღაცა, რომ აუ ჩვენ სხვანაირი გვეგონა, მაგრამ ისინიც არ მაინტერესებს აბსოლუტურად. ხო, თუ თქვენ მართალი ხართ, ცხადია, სიმართლე ქვას ხეთქავს და შესაბამისად ეგ 2011 წელი არის, ანუ მაგან შეგიშალათ ხელიო დაუშვათ, აი რაც მე გკითხეთ, რომ ის რაშიც ძალიან ისეთი ნატურალური ნამდვილია და ძალიან კარგი არის გია კორკოტაშვილი, გულისხმობს სიმღერა, ეს იქნება კინო, აი ახლა რატო ეხლა არ მიშვებენ არ შე ტელევიზიაში რა. არ მიშვებენ ფიზიკურად არ მიშვებენ რომ აი არ მიშვებენ რა რაღაცა შეიძლება შავ სიაში ვარ ან ყვითელ სიაში ვარ ვიცი მაგათ რა სიფერის სიები აქვს მაგრამ ფაქტი ერთია რომ არ მიშვებენ რა მე ვიცი თბილისის ენა როგორ უნდა დაველაპარაკო მაგალითად დალაქს იგივე პარიკმახერს როგორც ჩვენ ბავშვობაში ვეძახდით როგორ დაველაპარაკო თერც საპოჟნიკს როგორ დაველაპარაკო მე ვიცი როგორ დაველაპარაკო მექისეს ვიცი როგორ დაველაპარაკო ძველ ტაქსის მძღოლს და იმის გაჭირვების იმის სიხარულის იმის რაღაცები ისე გავიგო რომ ეჩვეულებრივად გადმოვიტანო და იმას ვისაც ესმის ეს თბილისური ერა დავანახო რა და აი რომ რამოდენიმე ადგილას რო თქვი ეს აუ რა კარგია მაგრამ უცბად მიმწიეს გვერდზე.
თბილისი ისეთი ქალაქია, სადაც ძალიან ბევრი ჭრელა-ჭრულა ადამიანი არის, მაგრამ ძველ თბილისში რა მომწონდა? ისტორიულადაც როცა გაუჭირდებოდა ქართველს, მაშინ იყო ერთ მუშტად შეკრული, თორე რაღაცა გაუჭირდა ჩემ ქალაქს და არც დენია, არც გათბობა, არაფერი არ არის აბსოლუტურად და დიღომში ჩემ მეგობარს მივაკითხეთ, რომ როგორაა საქმე და რა. ხედავ, 5 სართულიანი სახლებია დიღომი რა, ეს ძველი დიღომი. და რო შევედი ჩიგნით, ხედავ, ჯამაათია შეგროვებული, ცეცხლი აქვს დანთებული და რაღაც დიდი ქვაბი უდგათ რა. და მივედი, რასაკეთებთ მეთქი და კორპუსშიო რაღაცა პატარა ფულები აუკრიფეთ და ლობიოს ხარშავთო სადარბაზოიანი 5 სართულიანი სახლი. ლობიოს ხარშავთო ყველასთვისო რა. ჩამოვიდნენ პატარა ჯამები და იმები და ნუ ცოტა მაინც დაიტოვეს იმ მომხარშველება, იმიტომ რომ იქ მერე იმან წნილი ჩამოიტანა იმანი. ნახე როგორ იყო თბილისი. პირველად რო აშენდა ეს მასივები, გლდანი, მუხიანი ის ამ ხალხმა იმდენად მიჩვეული იყო ამ ქალაქში თბილისურ ეზოებში ცხოვრებას, რომ ელემენტარულად ეს კორპუსებში ჩაკეტილობაში ვერ ცხოვრობდნენ, რაღაც აკლდათ. აიღეს რაღაც ფაცხები დაწნეს ეზოში, რაღაცა გააკეთეს იმისთვის, რომ მეზობლები საღამოს ჩამოსულიყვნენ და ურთიერთობა ქონოდათ ერთმანეთთან. შეიძლება არც სუფრა გაშლილიყო, მაგრამ უბრალოდ ზოგი დომინოს თამაშობდა, ზოგი რაღაცა. ეს აკლია ჩემ ქალაქს დღეს რა. დღევანდელი თბილისის მუღამი რა არის? ძალიან რთული სათქმელია. მე ყოველ შემთხვევაში ხა ისეთ ბარებში ვერ ჩავდივარ, რომ რაღაც ან რაღაცა მომეწონოს დაახმავა. შეიძლება წლების ბრალიც არის, მაგრამ ბევრჯერ ჩავსულა რაღაცა სოლიდარობა გამომიცხადებია იქაურობისთვის, მაგრამ სხვა ტალღაზე არიან რა, ერთმა ხელი მოუმართოს, მაგრამ არის რაღაცები, რომელიც ჩემთვის გადაულახავი თემა არის რა. რა არის გადაულახავი? რა ვიცი, მე ძველი თბილისური მაცხოვრებლობიდან გამომდინარე ურთიერთობები რა ძირითადად, რომ უფროსის პატივისცემის მომენტი, იქ ქალბატონისთან მიმართება არ მომწონს სხვა მიმართულების ადამიანები, LGBT თემი არ მომწონს. სალომეს ჩემ გოგოს თავისი იმიდან გამომდინარე, ბევრ ადამიანთან მქონია მეც ურთიერთობა. აი დედას ვფიცავარ და ღმერთის წინაშე არავითარი აგრესია არ მაქვს, იმიტომ რომ ტიპს ველაპარაკები რა ჩვეულებრივად და მე იმის იქითაც აღარ გამიხედია, რომ ჩვეულებრივად შეიძლება ლაპარაკი. მაგრამ იმის ქმედებიდან გამომდინარე არ მომწონს მე და მე რახან არ მომწონს, მე არ მომწონდა ნარგავ. ძალიან ბევრად არ მინდა რომ ჩემი მომავალი თაობა გაიზარდე. მე ვაშკაცი ბიჭები გაიზარდნენ, გამრავდნენ, ბევრი შვილები ყავდეთ. რაღაც აი ეგეთი ტიპები მე ვასება რა და მოდით აი რახან თქვენ ეს თემა შემოვიტანეთ, მოდით აი ამ თემით გავაგრძელოთ. სალომე ახსენეთ და თვითონ შვილებმა რა გასწავლეს თქვენ? აი შვილებმა რა ასწავლეს გია. მე მაგალითად ბევრი რამ მასწავლეს ჩემმა შვილებმა. მიუხედავად იმისა, რომ მეგონა რომ ბევრი რამ ასე ვიცოდი, მათთან ურთიერთობამ ბევრი რამე არ მისწავლე, მაგრამ თანამედროვე ღადაობა მასწავლეს, რაზეც თვითონ ღადაობა და სულ აი ისეთი ღადაობა გვაქვს ერთმანეთში, რომ რა გითხრათ, ეხა მართლა ღადაობა რაც არის, რომ ის რაღაც ხო იცი მამას რო სხვანაირად შეამჩნევენ და უცბად ხანა და ხوار დაბერდი და რაღაც მიდის ეგ ისა. და მეც ეხა ჩემი ხომ აქვს იუმორი და რაღაც გაერთიანებულება. ბევრი რამე მასწავლეს, უფრო პრაქტიკული ცხოვრება არის მაგათგან დანახული ჩემთვის რა. მე გავიხსენებ რამდენიმე ამბავს იმ საპროტესტო აქციები რა აქციებშიც თქვენ რაღაცა დრომდე ასევე აქტიურად მონაწილეობდით. თქვენთან ერთად ახლო სიარული მე მომწონდა, იმიტომ რომ თქვენ გარშემო ვინც დადიოდა ისინი არ ძალადობდნენ. ეს ამითი უნდა გამოგარჩიოთ. თუმცა საერთო ჯამში ეს აქცია ატარებდა ძალადობრივ ხასიათს. მხოლოდ 5 ივლისის თემას მინდა შევეხო, სხვა საპროტესტო აქციებში თქვენ მონაწილეობაზე აღარ გავაგრძელებ საუბარს. 5 ივლისი დღევანდელი გადმოსახედი თქვენი წინადღის სტატუსიც იყო საზოგადოებას მიმართავდით, რომ აი ხვალ 5 ივლისია თუ რაღაც ეგეთი. დღევანდელი გადმოსახედიდან რამეს ხომ არ ნანობთ, რომ ან ზედმეტი მოგივიდათ
ან შესაძლოა რაღაც ისე წარიმართა, როგორც გია კორკოტაშვილს ეს არ უნდოდა, მაგრამ მე ესე მოხდა. არ ბევრი რამე წაიმართა ეგრე და მე დედასწრიცაო, აი რა ვიცი, როგორ გითხრათ, ჩემთვის მე არ ტყუილი არ მინდა არ მსახიობობა არ მჭირდება, ეხა იმასთან თქვენთან რო ვზივარ, იმიტომ რა. იმიტომ რომ ნებისმიერი კამერა რასაც იწერს და შემდეგ ეთერში უნდა გავიდეს, ეხა ხო ვიღაცა შეიძლება გამოჩნდეს ხა. შენის არა ხარ მაშინ რო ეს არ არსებობს. აი აქ მე ვარ გულწრფელი რა და რაში ვარ გულწრფელი გეტყვი. და სხვათა შორის ძალიან ბევრ ჟურნალისტს გადავეფარე კიდევაც ბევრ რამეში. ეს ხომ ჩვენს აღვნიშნეს სანამ კი, გადავეფარე ბევრ რამეში, მაგრამ თხოვე კიდევაც რა, ესე გამაღიზიანებლად ნუიქცევით გემუდარებით მეთქი. ცოტა რთულია, აი ყველა ერთნაირი ფსიქოლოგიის არ არის რა. არ არის ყველა ერთნაირი ფსიქოლოგიის. შეიძლება 8 შრით გაიარო რაღაცა რა და იფიქრო რომ აი ამის შემდეგ რა შეიძლება ემოციურად ვიღაცა შენ როგორ არა ეგრე არ უნდა იყოს იცი რა არის ეგ შეიძლება მომხდარიყო სხვა დონით სხვა იმით მაგრამ იმის ემოციაც მესმის და ისიც მესმის რომ თქვათ კამერა რას მუშაობს როგორ მუშაობს შეიძლება გამაღიზიანებელია, შეიძლება ისე დროს დაგიდგეს. კამერა პროფესიონალი ამბავია, ხო? კამერამ შეიძლება ისე საპროტესტო აქციაზე რომ მიდიხარ რუსთაველის გამზირზე, კამერა ცხადია, დაგიდგება იქ მოლოდინის უნდა კონდეს ამის, ხო? მესმის შემოგევლე, მაგრამ აი მე არ მინდა განა იმიტომ რომ ვიღაცაზე ვამბობ რომ სწორად მოიქცა, რაშიც არასწორად მოიქცა. ასევე მინდა აღვნიშნო რომ გამაღიზიანებელი არ უნდა იყოს. დღეს ბევრი აი ხა რა ხო არის ჟურნალისტები. არასასურველად მიმაჩნია მე მაგალითად მიკროფონს რომ აი ესე რო გთხრიან პირში რა. არ მიმაჩნია. გინდა რაღაც კიბად უკვე ღიზიანდები. რა ჩვეულებრივად ღიზიანდები და შეიძლება ისეთი რამე გავაკეთო რომ აი არ იყოს მისთვის მისაღები. ეს მოვლენები ხომ არ წარიმართა ისე რომ შემდეგ თქვენ ამას ეს ინანეთ რომ ამაში თქვენ ერთგვარი თავი იყავით ამ ამბების ანუ აი ესე რომ თქვა მე ვერ ვიტყვი მაგას ჩემ დროს როცა აი მე როცა ვიყავი სათავეში მაგ თემატიკის და მაშინ მონაწილეობდი მაშინ ავიც კაციშვილი არ galახულა არ იყო თქვენ ამბობთ რომ ჟურნალისტები იმდენად გამაღიზიანებლები იყვნენ რომ უნდა ეცემათ ანუ ამას არა ცემა ამოვიღოთ აი მე აი დაპირისპირება როგორ წარიმართა ხო ანუ აი როგორ კადრები მაქვს ნანახი იქ არ ყოფილი აი რატი წვერავას ცემავ თქვათ თორნიკე მანდარიას ცემამ გვალბახთან ბევრი ჟურნალისტი იცემა აი კიდევ ერთი ეპიზოდი იყო მაკრატლით მოძრაობდნენ ახალგაზრდა კაცები აი ამ აქციის წარმომადგენლები და კამერას ხომ აქვს ასე ვთქვათ ჩაბმული პირდაპირი გადამცემის აპარატი და იმის შნურებსაც ჭრიდნენ რაც ერთგვარად გავდა დაგეგმილს რომ აი ესე გავაკეთოთ რომ სიგნალი პირდაპირი გადაცემისა რუსთაველის გამზირიდან გაითიშოს ეხლა ამას რატო გეკითხები მოდი ეს მე ვიტყვი არა პასუხი ზუსტად ვიცი ხა რაც უნდა გითხრა და იმიტომ გეტყვი რა რაც შეეხება ცემას არ მიმაჩნია სწორედ ცემას რაღაცა საბაბით შეიძლება მეორე ადამიანი დავსვათ ჩვენ ის ადამიანი ვინც ეს ჩაიდინა ხო და იმან ისეთი რამე თქვას რომელიც თქვენთვის გასაკვირი იქნება მაგრამ ფინალს ვამბობ მე ცემა არ მიმაჩნია რა მართლად რა ჩხუბი შეიძლება მოხდეს თან ძალიან დიდი უპირატესობით რო ხარ ცემა რაღაცა ისეთი რამე მიმაჩნია ცემა ჟურნალისტის არ მიმაჩნია სწორად. და მაშინ აი ამ ცემის უკან ვინ იდგა? თქვენ არ იდექით. 5 ივლისს როგორ წარიმართა ისე მოვლენები, რომ ეს ვეღარ იმართა, ასე ვთქვათ. მე რაც შემიძლია თქვა სიმართლე და არავინ არ გავამართლო. ეს იყო პირადი ემოციებიდან გამომდინარე ჩხუბი და არავინმეს დავალება. ამას უეჭვენს გეუბნებით რა. მოდით მაშინ აი ევროპისა და ამერიკის მიმართ ასეთი ანტიდასავლური რატო შეიძლება გამხდარიყო ძრახავ მაგ ამბავს ძრახავ ეს არის პოლიტიკურად ბეცობა პირდაპირ ვამბობ პოლიტიკური სიბეცია რომ დაუპირისპირდე დასავლეთს შენ ბიჭო ლავირება მაგიტომ უნდა შეგეძლოს მაგიტომ არ ხარ ხალხის რჩეული და ჩემ ვიღაცნაირად უაზროვნებ და შენ აგინა მაშინ სათავეში რა ესე იგი რა როგორ იცით რა არის
ისტორიულ ფაქტებს იგნორს უკეთები და ფაქტიურად გამეორება ხდება მილიონი რამე. ბევრი ადამიანი აღარ მინდა ხა გვარებით მოიხსენო, ერეკლე მეფეს აუგად მოიხსენიოს. ნუ თუ ერეკლე მეფეს ამდენი ნახმალები არ და ჭრილობები არაფერს არ ამბობს იმისთვის რაც ჰქონდა. ნუ თუ მისი სიბრძნე თქვათ რაც გამოიჩინა იმ წუთში რომ ნაკლები ჭირი აირჩია რუსეთთან შეერთება ვიდრე ოსმალებთან და თურქებთან შეერთებას ხო? რა დაგვტოვებდნენ ესე ისინი? როგორ ფიქრობთ ახლა? არ დაგვტოვებდნენ. ხო და ის ჭირიც მე უფრო გასუქდა და ისე გადაიქცა. მე მაგას არ ვამბობ, შენ შემოგეულო, ჩემი თავი რომ ამითი მე რას ვამბობ, რომ ამან გააკეთა ნაკლებ ჭირთან თორე იმათ რაც სოდო მიუძღვით, რა ვიცი, იმდენი რომ მარტო კირით რომ გაგვითეთრეს ეკლესიები მაგითი რომ დავიწყო მეტი არ ვერც დავამთავრებ მაგას. კარგით, თუ დაუშვათ წარმოვიდგენთ ახლა აი ამ მოცემულობას, წარმოგიდგენიათ რომ ქართული ოცნების ახლა 2012 წლის შემადგენლობა ბევრად ღირსეულია პარლამენტიც, მერეც, მაგრამ რაღაცა ბოლო ეტაპზე ცოტა მეტად უფრო მოიჩლაჩნენ, იმიტომ რომ რაღაცნაირად ისეთი შემადგენლობა დარჩა, აი წარმოგიდგენიათ რომ აი ამ შემადგენლობამ შეიძლება გააგრძელოს ქვეყნის მართვა? არა, წარმომიდგენია და არც მომწონს რა. ჯერ როგორ შეიძლება რომ ჩემ კისერზე და ჩემნაირების კისერზე მოვიდა ოცნება, კაციშვილი არ აზის, ახლა პარლამენტში ისეთი ვინ ჩვენთან ერთად იბრძოდა. და ებრძოდა რას? მიშას კი არ ებრძოდა კონკრეტულად. ებრძოდა იმ სისტემას, რომელიც ესე ცუდად აკეთებდა ქართველებისთვის საქმეს. რა ციხე, რა პიროვნებების დაჩაგვრა, რა წართმევა, რა ის, რა როგორც გინდა. იგივე შემიძლია გავიმეორო აქეთაც, ხო არ გონია? ანუ არ მივიღეთ ისევ სისტემა? მივიღე, ჩემო კარგო. სისტემა იმით მივიღე მარტო, რომ იწყებოდა ის, რომ ის ხალხი, ვინც ერთ კაი ისტორიას მოგიყვები, ჩემი ძმაკაცი მოდის, აი, ლამის აცრემლებული და იცი რას მეუბნება, უკვე ოცნებაა მოსული. კორკოტ ახლა ვიყავი პროკურატურაშიო რა. და ის ტიპი შემხვდა დაწინაურებული, ვინც დამიჭირაო ოცნების იმის ნაციონალების დროსო. რაღაცზე უნდა ვილაპარაკო რა. აი ეს არის ზუსტად რა. გვერდზე დაიყენა ბიძინა მის ხალხი, ვინც იყვნენ იმაში და ვიცქო რომ აი ბიძინა მართალია. ეგრე ყველა იტყვის ბიძინა მართალია, მაგრამ რა ცხოვრებია, რა სივია, რა ნაცხოვრები ცხოვრებაა. ჩაიხედე რა შეკაი დედმამიშვილო შენ. რატო იყენებ გვერდზე ეგ? ბოლოსკენ რატო შეიძლება ესეთი საზოგადოება დარჩენილიყო ხელისუფლებაში? როგორ ფიქრობთ? ნუ ერთი კაცი წყვიტავს ყველაფერს რა და მორჩა, აი ესე გადაწყვიტა და მორჩა რა. კარგით, ბატონო. და ჩემი აზრი ეგეთი არის, რომ ჩვენ ხო რადიკალურად ისეთი ტიპები ვართ, მაქსიმალისტები ვართ რა. ვინც მოდის სათავეში 105%-ით ვირჩევდა. მერე რომ უცბად რაღაცას დააშავებ, შეიძლება პატარა ჩაქუჩით ჩავარტყათ თავში რა. აი ეგ არის საქართველო რა. ადამიანები, ახალგაზრდები, მათ შორის ჩემი შვილი ორჯერ დაიჭირეს, გამოუშვეს. ძალიან ბევრი ახალგაზრდა უცებ ერთბაშად მოხვდა ციხეში და დაახლოებით 1000-ობით საქმე შევიდა ბოლო პერიოდში სასამართლოში და აბსოლუტურად ყველა გამტყუნდა. ეს რა მოცემულობა გვაქვს და ეგ სერიოზული ფილოსოფია, რომელსაც შემიძლია, აი, რა ვიცი, მოკლედ ვიტყვი. კი ბატონო. გაიზარდა ის თაობა, რომელიც მიშას პერიოდში სტუდენტები იყვნენ და ახალგაზრდები იყვნენ. და ძალიან ბევრი რამე განათლების მხრივ არასწორად დადგა. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ იმ ადამიანებს, ახალგაზრდებს პირველ რიგში, ვინც არავითარ პარტიებს არ მიეტმასნენ და თავისი ჯიგრული სიმართლე თქვენს არ მოგწონხა რა ძმაო. აი ესეთი სიმართლე უთხრეს ჩემი აზრით მაგალითად ანდრო ჭიჭინაძემ და სხვებმა, მაგრამ უცებ მე რა გონია რა ანდრო ჭიჭინაძეს ყველას ვიცნობ მაგის და მაგიტომაც გეკითხები. მე არასწორად მიმაჩნია რა. ეხა ეს დაჭერა უნდა მოხდეს მას შემდეგ, რაც შენ ზრუნვა გქონდა ვიღაცაზე და გული დაგწყდეს რომ შენ არ გიზრუნია ამათ არც განვითარებაზე, არც იმაზე და მოიყვან ეს თემა აქამდე რა. ეხა რომ ნაციონალური მოძრაობის შეზღუდვა და გაუქმება უნდა. ეხა რომელი წელია, რამდენი წელი გავიდა? ერთი მობას გაფიცებ, ერთი მითხარი, როგორ არის ეგ ამბავი. ჩვენ რო ვეუბნებოდით, თუ რამე დასაკეტია, დავკეტოთ,
ახალგაზრდები გავზარდოთ პატრიოტულად, ჯიგრულად, ყველაფერი მოიყვანა ისეთი ხალხი სათავეში, პედაგოგები იქნებიან, მცოდნეები, რამდენი ადამიანი იყო. მე აი ამ პერიოდში, როცა ჯიბლაძე იყო გენიალური ფიზიკოსი ადმერაბი და იმას თხოვა, რომ გორგო ხედავ, რომ ფიზიკა არის სწავლებაო რა და რა გავაკეთოთ მეთქი და მოდი საკვირაო სკოლა გავხსნათო რა. მეო პირადათო დავიხარჯებდე. და ერთ-ერთ დარბაზი ავიღეთ, სადაც მოდიოდა და პირველად მოვიდა რაღაც თუ არ ვცდები, სადღაც 30 თუ 40 კაცი მოусმინეს და მეორე მოსვლაზე მოვიდა 380 ადამიანი. ვერ დავატიეთ დარბაზში ზოგიერთი. და რამ გამოიწვია ეს? ადამიანმა, რომელსაც პედაგოგიური მიდგომა ჰქონდა და ის ბგერა და ის სიყვარული იცოდა, როგორ უნდა გადაეცა. ესეთი რამე არ არის და რა უკვირთ ახლა რომ ახალგაზრდებმა გაილაშქრეს იმის წინააღმდეგ რაც არ არის ბევრი ვინც მიტმასნილია იმას მიხედონ პარტიებს და ვინც მართალია და ვინც სიმართლეს ეუბნება ის არ მოსწონს რა. წინა ხელისუფლებასთან დაპირისპირება თქვენ მოგივიდათ მას შემდეგ რაც რაღაცნაირად ჩარჩოებიდან გავიდა და ხელისუფლება რეჟიმად გადაიქცა. ძალადობრივი პოლიცია აი ესე გითხავდით, მაშინდელი პოლიცია უფრო კარგად სცემდა თუ დღევანდელი პოლიცია უფრო კარგად სცემს? იმიტომ რომ დღესაც ვნახეთ ეროვნული პოლიცია როგორ შეიძლება გაუსწორდეს. აი ყველაფერს ვიცავ ეს რამეს ვიტყვი რა. მაშინდელი პოლიციაც კი პიროვნულად რა, პიროვნულად. აი ისეთ პატივს სცემდა რომ ვერ წამო. თუ სპეციალურად გამოგზავნილი არ იყვნენ რაღაცების მოსაწყობად აი კორკო და რაღაცა ისეთი თბილი დამოკიდებულება მქონდა აი არ ვიცი. ნუ ამ პოლიციასაც ესეთი დამოკიდებულება. ვინც არიან ეგ ტიპები რა? ვინც ცემა იცის და რაღაცა. მაშინაც ის ტიპები იყვნენ და დღესაც ის ტიპები არიან რო გითხრა. ბოლო პერიოდში ვეღარ გაიგებ ეს კარგი ბიჭია, ქუჩის ბიჭია თუ პარტიული აქტივია და ესეც რაღაცნაირად ძალიან აღრეულია და არ შემიძლია არ კითხოთ მელიქიშვილზე განვითარებული მოვლენები, როცა ახალგაზრდა არაფერ მაგაზე გენიალური ოთარ ამიშვილის ფული ჯოჯო ხეცანათ ეს არის მაგის პასუხი. კეთილი, ფინალისკენ მივდივარ და გამოსავლის გზები თქვენ როგორ გესახებათ და რატო გეკითხებით ამდენს? ერთი რომ აქტიური ხართ მუდამ იმ ხელისუფლების დროს იქნებოდა თუ ამ ხელისუფლების დროს და ვერ იტყვის ვერავინ რომ გია კორკოტაშვილმა რაღაც არიც, ანუ ყველაფერში რაღაცნაირად ხართ ჩართული. მე ვამბობ ერთ გამოსავლის გზები რა არის? ზუსტად გავიგე. ისტორიულად ესე ლაგდებოდა რა. ქართველს თუ არ ყავდა ისეთი მეფე, რომელიც ტერორსაც ატარებდა, იმასაც ატარებდა, მაგრამ ერთ გუნდად კრავდა მთელ ქვეყანას, ხო? მაშინ ქართველი იყო, მოიცარა ერთი თუ ძმა ხარ და ეს და ეგ ყველა ქართველი ესე ლაპარაკობს. ვიღაცას დაინახავს რაღაცაზე. აუ, ამას ვიცნობთო, მეოთხე კლასში ცხვირში თიც იყოფთა. რაღაცა ისე ცისულელეს გეტყვის, რომ რაღაცა რომ არო შეგაზიზღებს რა, ისეთ კლიენტ შეგაზიზღებენ რა. ამიტომ დღეს ესე გაზრდილი ვერავინ ვერ მოვა სათავეში. ჩემი აზრით უნდა იყოს რაღაცა რაოდენობა პარტიების, რომელიც ერთი ვიღაცას გაფეტიშებას და ზეცამდე ასვლას არ დაუშვებს. ერთი კაცი არ იყოს გადაწყვეტილების. არ არსებობს, უნდა იყოს რამოდენიმე პარტია, რომელიც დაინახავს რა და ხალხის რჩევა, ხო გითხარით როგორ არის? ხალხის რჩეული არის 105%-ით ირჩევენ და უცბად ორ კვირაში ეს ნახე რა, ეს ფარჩაკი რა, ეს რა ყოფილა. საზოგადოებამ აიღოს ეს ტვირთი თავის თავზე რა. მაგრამ საზოგადოებას ხონდა მისცე უფლება რომ ეს გააკეთოს. და მაგას ვამბობ რომ საზოგადოებამ რო აიღოს თავის თავზე ეს უფლება, ეს დაშვება უნდა მოხდეს. მოიგებს ვიღაცა თავის პარტიიდან მივა პატარას გამაზავენ იქა და უცბად გამაზულზე ტიპი იტყვის რომ აბა როგორ ეს ოქროა. რა ოქროა, არ ვიცი ვინ არის ხა. ჩასვრილი დადიოდა ყველა იმაზე რა. არ არიან მაგას გეუნები რომ როგორც აწყობდა ეხა ის გუგუნდი გააკეთა ბიზინამაც რა. ერთი აბა დედიმისი შვილია და ხმა კრინტი ვინმე მიმასქნას რა. მიშას დროსაც ესე იყო. სხვა დროსაც ესე იყო და ამიტომ უნდა იყოს რამოდენიმე პარტია
რომელიც ერთს არ მისცემს ვიღაცის გაფეტიშების უფლებას რა. და არა იყოს და ტაშარ დაუკრავს და რაღაცას არ გააკეთებს. ნაციონალურ მოძრაობას თავისი ელექტორატი ყავს. თქვა ლელოს თავისი ელექტორატი ყავს. იმას თავისი რა ვქნათ, გამოვიდა და ვიჩხუბოდა, ვინც მოერევა ისა. ნუ კრეტინიზმი რა. სხვათა შორის ეს ზიზღის კამპანიაც საკმაოდ აი თუ დავაკვირდებით ბოლო 2-3 წელიწადი ძალიან თითქოს აი სულ როგორ ისმის აი მეტსახელებსაც კი უგონებენ ხოლმე რომ დასცინონ. აი ეს პიარი ხო ჩაულებრივი რაღაცა და ეგ კი არა ისინი ოცნების საზოგადოება შემომივარდება ხოლმე ხანდახან და სანამ დედის ღიმილს არ დავახურებ თავზე მანამდე არაფერი არ გამოდის ხოლმე. თუ ვაზელინის ქვეშ არ შეუძრან ვიღაცას არ შეუძლიათ რა. ან ერთს, ან მეორეს, ან მესამეს, ან მეოთხეს. მე ვამბობ ამიტომ ერთ რამეს. ნაციონალურ მოძრაობა შეიძლება ამათ ფონზე ხა რაღაცა აღარ აყავთ იმდენი მიმდევარი, გესმის რა შე. აღარ ჯერა, იმიტომ რომ იყვნენ და გათავდა მაგათი. ეხლა ესე არის ოცნებაც რა. ამათ ყავთ? არა, აღარ ძალიან ბევრი ადამიანი ვის კისერზეც მოვიდნენ, ისინი გვერდზე გატია, იმიტომ რომ მორჩილი უმრავლესობა არ შეიძლება შექმნა ქართველისგან, რთულია. შეიძლება თავიდან შეცდეს ქართველი, მაგრამ მორჩილ უმრავლესობა ვერ გადაიქცა. ისეთ შორიდანაც ისე უხერხულა ჩანს 84 კაცი რო ერთსა და იმავე რამეს ლაპარაკობს, აი შეუძლებელია, ხო? აი ჩვენ გეფისები ყველაფერს გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ მწყის მე რა, გულშემატკივრობდი ამა და წყის ესე რომ იქცევიან რა. დედას მიცავა რა. მოდით აი ვასრულებთ ამ ჩვენს ძალიან კარგ ინტერვიუს. თქვენი საყვარელი სადღეგრძელო რა არის? ძალიან ბევრჯერ ყოფილი ვარ თამადა და ძალიან ბევრჯერ და ქართული სუფრა იწყება ესე რა. დედა გურული მყავდა, რო ვესწრებოდი ხოლმე გურულ სუფრას, მშვიდობას გუმარჯოსო, იწყებდნენ ამითი. მაგრამ ეს ცოტა მერე რო გავერკვიე, სხვანაირი სადღეგრძელო არის. გურულება მარტო ეს ამოიღეს, იმიტომ რომ იმ პერიოდში რაღაც ვერ იყვნენ თლათ ეკლესიურად დამოკიდებული და დიდება მაღალთა შინა ღმერთსა ქვეყანასაზე და მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. ესე იწყება ეს ლოცვა და ლოცვა საერთოდ პირველი სადღეგრძელო უფლის დიდება სადიდებელია და ქართველების ისტორია რომ მაგ წაკითხული აი სუფრის პატივისცემით ან ძველებისგან გადმოცემით სუ ძველებისგან მერე მომავალი თაობის არა აი სუ ხანში შესულებისგან ძალიან მოხუცებისგან პირველი უფლის სადიდებელი იქნებოდა მეორე პატრიარქის სადღეგრძელო და მესამე მეფის სადღეგრძელო ითქმებოდა რა და მეფის სადღეგრძელო დღეს ჰაერში არის მე მგონი ვერ იტყვი მაგას რა ამიტომ მესამე სადღეგრძელოს ყოველთვის საქართველოს სადღეგრძელოს და რომელია საყვარელი ყველაზე საყვარელი რომ ჩემი საყველა ესეთ მაგარი სადღეგრძელო არის ერთგულების სადღეგრძელო ერთგულებაზე დიდი რამე მე არ ამგონია რომ იყოს რა ერთგულება არის ყველაზე დიდი რამე რაც შეიძლება კაცს კონდეს შიგნიდან ყველაფერს სიყვარულით აკეთებთ ცდილობ ვერ ვიტყვი რომ ყველაფერს სიყვარულით ვაკეთებ იმიტომ რომ რა არის მექანიკურში გადავიდა ადამიანი რა მექანიკურში გააჩნია რა გარემოში ხარ ქუჩაში რომ გადიხარ ხა სიყვარულით შეიძლება ასფალტს ვერ მოვეფერო რაღაცა მაგრამ თუ იმ საზოგადოებაში ვარ აი ბოლომდე შემიძლია რომ ჩავიხუტო და ჩავიკონოს უკვე რატომ გითხეთ იცი აი ამ რომანის გმირები სიყვარულით აღარაფერს ვაკეთებ სიყვარულით აღარაფერს აკეთებენ მე თავად წერალიც ვარ სულ 3 მცირე რომანი მაქვს გამოცემული ბოლო რომანს ვირთაგვა ქვია მინდოდა რომ ის მეჩუქებინა მაგრამ მაინც მივიღე გადაწყვეტილება რომ ჩემი გასული წლის რომანი ლიტერას მფლობელი არის და გადმომეცა თქვენთვის დიდი სიყვარულითა და პატივისცემით. ოღონ წარწერით უკვე გენაცვალე წერია ყველაფერი. ძალიან დიდი მადლობა. ეს საჩუქარია. კი, თქვენი საჩუქარია და დიდი მადლობა ამ მადლობა თქვენ, მადლობა ბიჭებს კიდე და მადლობა ჩვენ ხედს. მადლობა.